მთელი ცხოვრება ჩვენი არის გამოცდები. ყოველდღე წინ გვიდევს განსაცდელი, ყოველდღე წინ გვიდევს არჩევანი. გამოხვედი და აქეთ ეშმაკი გთავაზობს რაღაც სისულელეებს და სინდისი კარნახობს. არ თქვა ეგ, იქ არ წახვედე, იმას ასე არ შეხედო, არ შეაგინო, მიუტევე. ის რო ასეთია შენ, ნუ განეკითხავ რა. არ თქვა არაფერი ცუდი, ხვალ შენ დაგემართება იგივე. მთელი დღე გამოცდებს ვაბარებთ. და ბოლოს სახლში მოვდივარ, დაღლი დაქანცული, დამარცხებული, იმიტომ რომ მაინც განკითხვაში ჩავარდით, მაინც ვიამპარტავნე, მაინც გავბრაზდი, მაინც მოვიტყუე, მაინც ვიზარმაცე, მაგრამ აქაც ღმერთი გელოდება ხატებთან და გეუბნება რომ სანამ წამოგორდები მდივანზე, მოდი ვშილო ხატებთან, ცოტა ხანი ვერტიკალურ მდგომარეობაში, თქვი მცირე აღსარება, თქვი რომ ვერ გიერდგულე ღმერთო დღესაც შემეშალა, ოღონდ არ გადააბრალო არავის. იმის ბრალია, მე რო გავედი, ზურამ დამირეკა, ნინომ დამირეკა, აქ წამიყვანეს, იქ წამომიყვანეს, ასე იყო, ის არ გვინდათ რა, თავის მართლება ღმერთს არ მოწონს. თქვი რომ სუსტი უნებისყოფო ადამიანი ხარ, მაგრამ თუ ღმერთო ჩემთან იქნები, მე ყველაფერს გავაკეთებ.